მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. დანიშვნიდან 2 თვეში შეიცვალა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. რამაზ თათარაშვილი და მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის აწუკვე ყოფილი დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, თათარაშვილი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. ზვიად ხარაზიშვილმა ხარებამ თანამდებობა დატოვა. იგი გედედეს უფროსის პოსტზე რომან ქარცივაძემ ჩაანაცვლა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ხაზარაშვილი იგივე ხარება აშშ-ს დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ სანქცირებულთა სიაშია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივი შემსრულებლებისთვის და ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის მუნიციპალურ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის თანხა არ გადაუხდია. ამის შესახებ ინფორმაციას მერია ჩვენს მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე გვპასუხობს. გარდა ამისა, მერია გვწერს, რომ 2023 წელს 4 სექტემბერს ახალქალაქის დღესთან დაკავშირებით 37,000 ლარზე ხელშეკრულება გაუფორმა ინდმეწარმე მარიამ მამის მედიშვილს. თანხაში სხვადასხვა აქტივობებთან ერთად ღამის შოუს ბენდის კონცერტიც იყო გათვალისწინებული. ამავე წელს მერიამ თითქმის 100,000 ლარი დახარჯა საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, სადაც მონაწილეობას ჯგუფი ალეგრო, ანსამბლი ჩვენებური და ბენდი რეზო და ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. მერიიდან მიღებული წერილის მიხედვით 2024 წელს ახალქალაქელობა 2024 წლის ჩასატარებლად 45,000-ზე მეტი დახარჯა. ამ ღონისძიებაზე ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4 იღებდა მონაწილეობას. კონკრეტულად რამდენი გადაუხადეს მოწვეულ სტუმრებს უწყებაში არ აზუსტებენ. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.